ქართული ოცნების ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი კვლავ საბჭოთა კავშირში ადარა და თქვა, რომ ბრიუსელიდან ფოსტით მოდის ულტიმატუმები. მისი თქმით, მზად არის დღესვე გაფრინდეს ბრიუსელში, თუმცა ევროგაერთიანები და მხოლოდ წერილებს იღებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსთან ვართ მზად დისკუსიისთვის. მე პირადად ვარ, აი დღესვე შემიძლია გავფრინდე ბრიუსელში, ვინც მეტყვის რაღაც ევროკომისარი იქნება თუ იქნება რა ქვია უმაღლესი წარმომადგენელი თუ პრეზიდენტი ევროპული საბჭოსი თუ ევროკომისიის პრეზიდენტი ნებისმიერ მათგანთან ვარ მზად დისკუსიისთვის. იქიდან რა არის პასუხი? საბჭოური მიდგომა. მეტი რა არის საბჭოური მიდგომა, როდესაც არც გესაუბრებიან არაფერზე და მოდიან ცარიელი ულტიმატუმებით. ფოსტით გიგზავნიან ულტიმატუმებს, ხო? ადრე როგორც იგზავნებოდა საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები. აი ესე დეპეშას აგზავნიან არც გესაუბრებიან, ეს ხო საბჭოთა მიდგომაა. ეს ხო არის იგივე ინკვიზიციური მიდგომა, რაც შუა საუკუნეებში დატოვა თითქოს ევროპამ და ეს ყველაფერი ჩაბარდა თითქოს წარსულს, გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოდან, მაგრამ რა სტანდარტებიც იყო ადრე, იგივე სტანდარტები რატომღაც დაბრუნდა დღეს ევროკავშირში. არ შეიძლება ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატია საკუთარ თავს უყურებდეს როგორც საკავშირო ხელისუფლებას. ჩვენთვის ევროკავშირი ვერ იქნება საკავშირო ხელისუფლება. ჩვენ ეს სტანდარტები, საკავშირო ხელისუფლების სტანდარტი ჩავაბარეთ წარსულს გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს. დღესვე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების რისკების შესახებ უპასუხა, რომ ევროკავშირის ქვეყნების გარდა უამრავი ქვეყანაა, სადაც სამედიცინო დახმარების მიღება შეიძლება. ირაკლი კობახიძემ დღეს ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი განსხვავებულ აზრს დევნის, რაც ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვასა და ინკვიზიციას ახსენებს. დაუშვათ, რომ გიუქმებენ მართლა ამ ვიზო რეჟიმს, ხო? რადგან სასწორზე. ერთ ხარეს არის რა ტექნიკური საკითხია, რომ შენ რიგში გიწევს დგომა, ნარდგომა ვიზასთან დაკავშირებით, ხო? ეს არის არაეგზისტენციური საკითხი ადამიანისთვის, ხო? შენ მიდიხარ ან დგახარ რიგში, ან არ დგახარ რიგში ვიზასთან დაკავშირებით, ეს არ არის ეგზისტენციური საკითხი ადამიანისთვის, ხო? ეგზისტენციური სამედიცინო დახმარება სჭირდება და ძალიან სასწრაფოდ გადასაფრენია ევროპულ რომელიმე ქვეყანაში. ყოფით ცხოვრებას არა, სამარცხვინო კი არა, ყოფით პრობლემებზე სჭირდებათ ხანდახან მოქალაქეებს. სამედიცინო დახმარება თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მიიღო, მაღალი ხარისხით, სხვა ქვეყნებიც არის ამის, ეს საერთოდ ცარიელიდან გამოწვეული ამბავია, ამიტომ ეს არის სპეკულაცია. სტაბილურობა თუ არ გვექნება ქვეყანაში, გინდა უიზოცადი მე სხვა ქვეყანაში და გინდა ვიზით, ხო? არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს კანონები არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის დაცვის კენჭით. როდესაც გთხოვენ მაგალითად ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება, სადაც წერია, რომ კაცი უნდა დარჩეს კაცად და ევროპული ბიუროკრატია გვეუბნება, რომ ამის გამო ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია უნდა გაგვიუქმდეს, ხო? ანუ კოცონზე უნდა დაწვან, ასე თქვა, ჩვენი ვიზა ლიბერალიზაცია იმის გამო, რომ ჩვენ ასეთი რა მიგვაჩნია, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. ეს ჩვენს ქვეყანაში იმ დონის პრობლემაა, რომლის გამოც შეიძლება უვიზო მიმოსვლა ჩვენ დავკარგოთ? ეს ხო არის ევროპის თავს დამტყდარი უბედურება. ევროპაში ეს ხდება. ჩვენზე გეკითხებთ, საქართველოს შეიძლება უვიზო მიმოსვლა დაკარგოს ამ კანონის გამო, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი კანონში უნდა გვეწეროს? არა, თქვენ ნახეთ რამდენად პარადოქსულ დისკუსიაში ვართ ახლა შესულ. ევროპა ამას რო ითხოვს, ევროპა ამას რო ითხოვს. ეს ხო უბედურება. ამერიკა საქართველოს ურთიერთობა იყო დღეს კიდევ ერთ-ერთი თემა, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი თქმით, შტატების მოქმედ ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინა მორბედის შეცდომები. ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი გადაყენებულ ელჩად მოიხსენია. მისივე განცხადებით, უპასუხოდ რჩება სურვილი, რომ ურთიერთობა მხარეებს შორის სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. საჯარო წერილი რო ყოფილიყო გავასაჯაროებდით. რაც იყო საჯარო, გავასაჯაროებთ კიდეც. რაც შეეხება გადაყენებული ელჩის ჭორაობას, ამაზე კომენტარი აბსოლუტურად უადგილოა. ჩვენ გვინდა აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. და რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი ყველა წერილის, ყველა კომუნიკაციის გაცხადებული შინაარსი. ხო, აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციის შინაარსი მიზანი ეს იყო, ჩვენ გვინდა სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, ღირსეული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ძალიან ბევრი რამ გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, მათ შორის კონკრეტულმა ელჩებმა გააფუჭეს ძალიან ბევრი რამ, ეგნანი, დანიგანი. რეალურად მათ სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივად გაუარესებაში
აქედან გამომდინარე, მათ მორალური უფლებაც არ აქვთ, რომ რაიმეზე ისაუბრონ, როდესაც საქმე ეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ახალი ადმინისტრაციის პირობებში იმედი გვაქვს, რომ იქნება განსხვავებული დამოკიდებულება, მათ შორის ელჩების მხრით. მე შეგახსენებთ, რა ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო